მამუკა ხაზარაძე საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე წულუკიანის განცხადებიდან 24 საათში დაიბარეს. საგამოძიებო უწყება ქართული ოცნების პოლიტიკურ დღის წესრიგს დაჩქარებული წესით მიყვება. ხაზარაძის დასჯა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძლიერი საქართველოს ლიდერმა წულუკიანის საგამოძიებო კომისიას ცირკი უწოდა და არც დაკითხვაზე არ მივიდა. როცა ქვეყანა ჩაძირულია სხვადასხვა მნიშვნელოვან პრობლემაში, დღეს ბიძინა ივანიშვილი იცლის პოლიტიკური დევნისთვის. ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. სიმართლე არის კოალიცია ძლიერი საქართველოს და მისი ლიდერების მხარეს. ეს არის ივანიშვილის მხრიდან ანგარიშწორება ამ ადამიანების წინააღმდეგ და დასჯის მცდელობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ანაკლის პორტი, რომელიც რუსეთის დავალებით ივანიშვილმა გააჩერა. ეს არის ანგარიშწორება იმისთვის, რომ არც ხაზარაძე, არც ჯაფარიძე და არც ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ შეშინებია არც მუქარას, არც დევნას, არც შანტაჟს. მამუკა ხაზარაძე ხვალ პროკურატურაში არ მიდის. თუ კითხვები გაქვთ, დამიბარეთ მაგისტრანტ მოსამართლესთან. შეუთვალა დღეს ხაზარაძემ პროკურატურას. სავარაუდოდ უკვე ხვალ დაიბარებენ ლელოს კიდევ ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, რომელმაც დემარშის გზა აირჩია და წულუკიანთან კომისიის ხდომაზე არ მივიდა. ლელოს ორივე ლიდერი ფიქრობს, რომ რეჟიმს მათი დაკავება უნდა და ქვეყანაში ოპოზიციის ციხით გაჩუმების პროცესები იწყება. ჩვენ ვართ ყველაზე მათთვის დიდი საფრთხის მატარებელი, როგორც ძალა, რომელიც იზრდება და მხარდაჭერთა ბაზა იზრდება, ძლიერი საქართველო ფართოვდება, ეს მათ ძალიან აფრთხობს და შესაბამისად ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საფრთხეს, ცდილობენ რომ ძლიერი საქართველოს ლიდერები მაქსიმალურად შეავიწროვონ და დისკრედიტაცია შეძლონ მათი, მაგრამ არ გამოვა. მოკეთ, ყველაფერი თავიდან იწყება, ისევ სასამართლოში და ისევ პროკურატურაში. ხო. ოპოზიციასთან ქართულ ოცნებას მისი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. 4 პარტია, რომელიც პარლამენტში არ შევიდა და ოცნების საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია არ მისცახლა, ივანიშვილი სამიზნეა. ქართულ ოცნებას როგორც მმართველ ძალას არ აღიარებს არც დასავლეთი, არც ოპოზიცია, არც სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ამ მოცემულობას გამოყავს წყობიდან თვითგამოცხადებული რეჟიმი. საკუთარ მომხრებსაც დაცინიან ჯერჯერობით შემცრო არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძეს და ჯაფარიძეს უძახიან იმისთვის, რომ ყველა მონათლონ ერთად და ერთ ქვაბში, როგორც თქვი. ამიტომ ველოდები რომ დამიძახებენ და მე ვეთქვი იგივეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტს არავინ არ უნდა მიიღეს მონაწილეობა და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ. მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა. ზეწოლის მექანიზმი არის პოლიტიკურ ოპონენტებზე. ხო, გასაგებია და მათ შორის მამუკასაც ეწერა, რომ რავი, დაიბარონ მაშინ ივანიშვილი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ერთი პერიოდი. და ჯერ იმას გამოკითხონ, დაიბარონ აგერ სადაზღვევო კავშირის, მურუსიძე დაიბარონ, ჩინჩალაძე დაიბარონ, მთელი ნახევარი პროკურატურა დაიბარონ, რომლებიც ნაცების დროს, ნაცების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ საქმეებს მართავდნენ, რა საქმეების გამოც ახლა ვიღაცებს ეძახიან. მათ უნდათ რომ უბრალოდ ციხეში იხილონ პოლიტიკური ლიდერები. უბრალოდ ჩვენი გზავნილი არის, რომ ჩვენ არ უნდა მოვარღვიოთ ჩვენი ერთსულოვნება, რომ არ ვაღიარებთ, არ ვცნობთ ლეგიტიმაციას ერთი, მეორე ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველგან სადაც შესაძლებლობა გვაქვს სრული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ ამ რეჟიმს. სამართალმცოდნეებისთვის შემაშფოთებელია ის სანახაობა, რასაც ახლა რეჟიმი პარლამენტში აწყობს. წულუკიანი ციხით ემუქრება ყველას, ვინც კომისიის ხდომაზე ჩვენების მისაცემად არ მიდის. იურისტები ამბობენ, რომ ერთწლიანი პატიმრობა დაკითხვაზე არ მისulis გამო არაპროპორციული სასჯელია. სისხლის სამართლებრივ კანონს, რომელიც აწესებს დასჯადობას ან ამკაცრებს სასჯელს, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ, აუარესებს პირის მდგომარეობას, უკუძალა არ გააჩნია და მხოლოდ იმ კანონს აქვს უკუძალა, რომელიც ამსუბუქებს პირის მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში ესეთი გარემოება არ გვაქვს, ამიტომ ცალსახად ეს ქმედება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დღევანდელი რეგულაციით. უწყება, რომელიც თვეებია აჭიანურებს გახმაურებული საქმეების გამოძიებას, რატომღაც მყისიერად რეაგირებს ნოტარიუსად ქცეული რეჟიმის პარლამენტის მოთხოვნაზე. მისი უფლება ნებავს გამომძიებლის წინაშე დააკითხვინებს თავს. აქ საუბარია უკვე დაკითხვაზე, ვინაიდან გამოძიება დაიწყო და არა უბრალოდ ახსნა განმარტებაზე და ნებაყოფლობით პროცედურაზე მაინც, რომელიც ჩვენი კომისიის ფორმატია, იმიტომ რომ გამოძიებას სხვა წესები და სხვა სტანდარტები აქვს. თავი ის არის, რომ მას მოუწევს
დაკითხვაზე მისვლა და მას მოუწევს, რომ გასცეს პასუხი შეკითხვას. რატომ არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, ვინაიდან ამაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ლელოს დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში ხვალ 2 საათზეა დაბარებული. მას შემდეგ, რაც ის უწყებაში არ მივა, პროცედურების მიხედვით გაბიტაშვილი ამის შემდეგ მიმართავს სასამართლოს ხაზარაძე მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად გამოკითხონ.